თავისუფალი უნივერსიტეტი ლიბჯე და ახალი არხი წარმოგიდგენთ ერთობლივ ლიტერატურულ პროექტს ინტერპრეტაცია. დღევანდელი ჩვენი გადაცემა ალბათ ქართული ლიტერატურის უმთავრეს ბრენდს შეიძლება სიტყვა ალბათ უკვე ზედმეტიც იყოს შოთა რუსთაველის ვეფხის ტყავოსანს ეხება. ჩვენ ვისაუბრებთ იმ მიმართებებზე, რა მიმართებებიც ამ ტექსტთან დაკავშირებით არსებობს სკოლებში, უნივერსიტეტებში. ჩვენი სტუმრები არიან ბატონი ნოდარ ნათაძე, ბატონი გელათევზაძე. პირველი კითხვა იქნება ზოგადი კითხვა, რომელთაც ყველა სტუმართან გადავდივარ, როდესაც კონკრეტულ ტექსტებზე ვსაუბრობთ. Როგორ სწავლობდით თქვენ სკოლაში და უნივერსიტეტში ვეფხის ტყავოსანს? იყო თუ არა ეს თქვენთვის დამაკმაყოფილებელი და რა ამ გადასახედიდან როგორ ხედავთ ამ ყველაფერს? ამას რატომ ვკითხულობ? მე სკოლაში რაღაც პრაქტიკა მქონია და მით უფრო ჩემი მეგობრები დღესაც ასწავლიან და ისინი ყოველთვის ამბობენ, რომ ვეფხის ტყავოსანი მიუხედავად მისი გენიალურობისა, ყოველთვის ყველა შემთხვევაში და ვთქვათ კიდეც, რომ უმეტეს შემთხვევაში რატომღაც გამოდის, რომ მოსწავლისთვის საყვარელი ტექსტი არ არის და ხშირ შემთხვევაში ისინი მათთვის გაუგებარი ხდება ამ ტექსტის გენიალობა. მე ჯერ ნახევარწუთს საგალთებთ. დღეს არის 40 დღე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი მკვლევრის ალექსი ჭინჭარაულის გარდაცვალებიდან. და მე მინდა რომ მას ჩემი პატივი მივაგო. კი ბატონო, დღეს უბრალოდ აღნიშნავთ, რომ როცა გადაცემას ვიწერთ, ის დღე იგულისხმება, ანუ 22 მარტი. ეხლა რაც შეეხება ამას, ამ თქვენ დასმულ კითხვას. სკოლაში ბავშვები ვეფხის ტყავოსანს უბრალოდ ვერ იგებდნენ. ტექსტი არის იმდენად დაცილებული თანამედროვე ქართულს, რომ ბავშვები ვერ იგებდნენ. მე ეს წიგნი რაც გავაკეთე ალექსი ჭინჭარაულთან ერთად სკოლისთვის. მე ეს გავაკეთე იმიტომ, რომ კურთხის ოთახში მეძინა ხოლმე ჩვენ ძველ სახლში. და გავიგონე ქუჩაში ბიჭები მოდიოდნენ ლაპარაკობდნენ. არ მესმის ეს ვეფხის ტყავოსანი და რა ვქნო სკოლის ასაკის ბიჭები. მე მივხვდი, რომ ჩემი მოვალეობა იყო, რომ ბავშვებისთვის ეს გასაგები ფორმით მიმეწოდებინა და ეს გავაკეთე. ჩემთვის ეს არის ერთ-ერთი ელემენტი, პირველი, მაგრამ ერთ-ერთი ელემენტია პროგრამისა, რომელსაც მე თუ 1-3 წელიწადი ვიარსებე უსათოოდ შევასრულე. და მაშინდელი სახელმძღვანელოები როგორი იყო, როცა თქვენ სწავლობთ? მაშინ სახელმძღვანელოები იყო, რამდენიმე ნაწყვეტი იყო ქრესტომატიაში შეტანილი, იმას ჰქონდა თავისი განმარტებები, უბრალოდ სიტყვების განმარტებები, იყო ლიტერატურის კურსები, გარდა კეკელიძის კურსის არც ერთი არ ვარგოდა და კარგი მოწაფეს მასწავლებელი ავალებდა წაიკითხე ეს კურსებიც. ანუ მასწავლებელზე უფრო იყო დამოკიდებული ვიდრე მეთოდზე. მასწავლებელზე იყო დამოკიდებული. და ეხლა ეს სასკოლო გამოცემა რო არის, ეხლა მომზადებულება გურამიშვილს ემასევე, ამავე წესით. ეხლა ეს ჯერეთი მასწავლებელს აგებინებს. რა არის ესაც უჭირავს ხელში მასწავლებელს აგებინებს. დეტალურად აგებინებს ტექსტს. აი ტექსტი თუ ზუსტად ესმის მასწავლებელს და მოწაფეს, მაშინ ის ხედავს, რომ ეს არ არის ად ზღაპარი, ად საგმირო პოემა. ეს არის რომანი, რომელსაც აქვს თავისი ძალიან მკვეთრი, ასე ვთქვათ, ადამიანური შინაარსი, ძალიან გამოკვეთილი და მასშტაბური ფილოსოფიური შინაარსი და იმის გარდა კიდევ რაღაცა ეზოტერული შინაარსი აქვს, რომლის არსებობა, ასე ვთქვათ, მოისინჯება, მაგრამ გარკვევით არ ჩანს, იმიტომ რომ ეზოტერული წარმოდგენები, რომლებიც აი ამ ეზოტერული ნაწილის ფონი არიან, ეს ჩვენთვის უკვე დაკარგულია. ხო. მოდი ბარემ დავძინოთ და შემდეგ გელასთან გადავალთ. რა ვთქვათ, რომანის პოემის თვისობრივ სახეზე დავიწყეთ საუბარი. რამდენად არის ეს ადრე რენესანსული ტექსტი თუ სულაც რენესანსული ტექსტი არის, რამდენიმე მოსაზრება ამასთან დაკავშირებით და სად გადის, ვთქვათ, ზღვარი აღმოსავლურ გავლენებსა და დასავლურ მიმართებებს შორის. ძალიან კარგი შეკითხვა არის. გოლსვორთის რომელიც ძალიან პოპულარული იყო საქართველოში 20 წლის წინ, მე ახლა დაივიწყეს. ის ძალიან ფაქიზი მხატვარი იყო ძალიან. ხასიათების ხატვა ძალიან კარგად ეხერხებოდა სხვა ყველაფერთან ერთად. იმას აქვს პატარა წერილი, creating a character in literature. ხასიათის შექმნა ლიტერატურაში. და იმას აქვს ასეთი აზრი, ძალიან კარგ ანალიზს აკეთებს, რას ნიშნავს ხასიათის შექმნა ლიტერატურაში, ანუ პიროვნების გამოკვეთა როგორც ინდივიდის ლიტერატურაში. ძალიან კარგ ანალიზს აკეთებს და მე ამბობს, რომ პირველი ხასიათები მსოფლიო ლიტერატურაში, რომელიც შეიქმნა არა როგორც დრამატურგიული, არამედ როგორც რომანისტული,
ესენი არიან შექსპირის ჰამლეტი და პოლონიუსი. ისინი არიან დახატული რომანისტის მეთოდით და არა დრამატურგის მეთოდით. მაგრამ იმან არ იცოდა ვეფხისტყაოსანი არ იცოდა იმან. მაგრამ ამბობენ რომ შექსპირის პერიოდის ინგლისმა ვეფხისტყაოსანი იცოდაო. არის ესეთი რაღაც ზოგადი მოსაზრება. არ იცოდა და უფრო მეტი იმან არ იცოდა აი ფლეჩერის და ბომონტის შესახებ რომ არის. არა ეს სხვა. ის იმან არ იცოდა ვისრამიანიც. ვისრამიანში ერთი ხასიათი არის ესა თვითონ ვისი. ის ხასიათია. მართალია იმას აკლია ვეფხისტყაოსნის ხასიათებთან შედარებით იმას აკლია ის ძალიან ფუნდამენტური რამ. ის არის ასე ვთქვათ სახასიათო ხასიათი. ის არის ძალიან ნაკლოვანი ასე ვთქვათ ადამიანი ძალიან ჭარბად სისუსტეებით აღჭურვილი ადამიანის ხასიათი და რუსთაველის ხასიათები იმით რით არის აბსოლუტურად უნიკალური მსოფლიო ლიტერატურაში. ეს არის ფსიქოლოგიურად ზუსტი ზუსტად დახატული პიროვნებები და მათი თავგადასავალი არის ფსიქოლოგიურად ზუსტი. ამავე დროს არის აბსოლუტურად სრულყოფილი. ესე იგი რუსთაველმა გააკეთა ის რომ ძალიან ძლიერი მეტაფორებით, ძალიან ძლიერი ჰიპერბოლებით, ძალიან ძლიერი ნებათაღებით, მაგრამ რეალისტური ფსიქოლოგიური დეტალის გამოყენებით მან დახატა ცოცხალი და ამავე დროს სრულყოფილი ადამიანები. ეს არის უნიკალური მიღწევა მსოფლიო ლიტერატურაში. ასეთი არ არის. ეს გააკეთა რით, მაგრამ ეს გააკეთა რით. მან იმდენად შინაგანი ცხოვრება თავისი გმირების ტარლიელის და ავთანელის ორივეს ფრირონი იქით არის. მან იმდენად კონკრეტულად და იმდენად უხვად დახატა რომ მკითხველს ჯერა რომ აი ეს შინაარსი მათი სულიერი ცხოვრებისა, მათი განცდებისა, მათი თავგადასავლებისა, მათი ინტერესებისა ეს შინაარსი კმარა იმისთვის რომ ადამიანის მთელი შინაგანი ცხოვრება შეავსოს. გესმით? იმას მკითხველს არ რჩება შთაბეჭდილება რომ ამას კიდე რაღაცა უნდა ქონდეს და მე არ ვიცი ის რაღაცა რა არის. არა, აი რასაც მე მაჩვენებს ეს პოეტი რასაც მაჩვენებს. ის ჩემი განცდით ავსებს იმდენად მდიდარია რომ ავსებს აი ამ სრულყოფილი ადამიანის შინაგან ცხოვრებას მთლიანად. აი ეს არის მთელი ასე ვთქვათ ამას განვავრცობთ ჩვენ უფრო ვთქვათ რუსთაველის თვისობრივ მხარეს. ახლა რატომ არის საჭირო ასეთი კომენტირებული გამოცემა? ამაზე ვისაუბრებთ უბრალოდ გელას მაინც მინდა ვკითხო იქიდან გამომდინარე რომ ვთქვათ დავიცვათ ბალანსი. იგივე კითხვით რომ მოგმართო როგორ სწავლობდი შენ სკოლაში ანუ თუნდაც უნივერსიტეტში თუ მოგიწია უნივერსიტეტის შემთხვევაში ამ მიმართულებით მუშაობა მაგრამ ნუ გასაგებია სკოლაში ყველა შემთხვევაში მოგიწევდა და რა დაგაკლდა იმ წლებიდან იქიდან გამომდინარე რომ შემდეგ ბევრჯერ დაუბრუნდი ვეფხისტყაოსანს სულაც თუნდაც იმიტომ რომ ალბათ იშვიათი ადამიანი ხარ რომელსაც მთლიანად იცის თქვა ზეპირად ეს ტექსტი. ესე მე დავიწყებ იმით რომ მე მქონდა ბედნიერება რომ მესწავლა უკვე ბატონ ნოდარის და ბატონ ალექსის რედაქტორებული გამოცემით. და ესე რატომ ვთვლი რომ ეს გამოცემა ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე არის იდეალური სკოლაში სასწავლებლად. Ну, რამდენიმე დებულება უკვე ბატონ ნოდარმაც აღნიშნა, რომ სრულად უნდა იყოს გასაგები ტექსტი და ამ ტექსტის გაგების ხარისხზე აი ცოტა ხანს მიმსჯელოთ. ესე იგი, ისე თქვენ მოგონებას დაუბრუნდები, რომ ვიღაც გამლელები ამბობდნენ, ესე იგი, როგორ არ ესმოდათ ვეფხისტყაოსანი. მაგრამ ახლა განვიხილოთ რა ამ გაუგებრობის თუ გაგების არარსებობის საფუძველი და მისი დონე თუ გნებავთ. Ну, ამისთვის აუცილებლად ვთქვათ მეორე კლასიკური პოემა მე-10 საუკუნის შაჰნამე. ესე იგი, რომელიც დაწერილია ფალაურ ენაზე, მაგრამ თანამედროვე სპარსელებისთვის ის არა მეტწილად, არამედ სრულიად გაუგებარი. ესე იგი, სპარსელებმა უნდა ისწავლონ ეს ენა და ჩვენ უკვე ბედნიერები ვართ, რომ იმ პოემას და იმ ენას თუნდაც ნაწილობრივ, აი თუნდაც კომენტარების გარეშე აღვიქვამთ. ამიტომ ესე იგი, ესეც ძალიან დიდი მიღწევა და ძალიან დიდი გამართლებაა. ახლა რაც შეეხება თვითონ ამ კონკრეტულ გამოცემას, ესე იგი მისი მაშინ რატო არ ესმოდათ თუ ეს გასაგებია? ნაწილობრივ ესმოდათ. ესე იგი არის გაუგებარი სიტყვები, მაგრამ ალბათ დამეთანხმებით რომ დეტალი არ ესმოდა, დეტალი. აი სწორედ ის დეტალი,
რომელიც ხატავს განცდის ნიუანსებს ხატავს და პიროვნების მაგრამ რამდენადაც ვიცი, ესე იგი, თქვა, შაჰნამეს ენასა და თანამედროვე სპარსულს შორის სულ რაღაც 2 საუკუნით არის დაშორებული რუსთაველიდან, რა. მაგრამ იქ არის უკვე, ასე ვთქვათ, სრული დიფერენციაცია, ესე იგი, სრული განსხვავება იმენის შორის და ეს მე მიკითხავს და გამიგია ჩემი სპარსელი მეგობრებისაგან, ზოგიერთი მათგანი უნდა ვაღიარო, ასე ვთქვათ, სპარსულს ინგლისურის მეორად ენად იცნობდნენ, მაგრამ ამბობდნენ, რომ ესე იგი, მე არაფერი არ მესმის და ჩემ მშობლებს ესმით ძალიან ცოტა. ესე იგი, ამიტომ ამოსავალი წერტილი, ასე ვთქვათ, ფუნდამენტი ჩვენ გვაქვს უკვე საკმაოდ მომგებიანი, რომ ტექსტის დიდი ნაწილი მეტნაკლებად გვესმის. და რაც არ გვესმის, აი, სასკოლო გამოცემის კომენტარებში, თუნდაც ის სისტემა, რომ როგორც თქვენ გქონდათ მოთავსებული, ყველა თავის მერე არის კომენტარები დართული და ეს არ არის ამ სიტყვის, ასე ვთქვათ, საწყისი მნიშვნელობით, ესე იგი, აკადემიური სტილი, რომ ესაც სკოლიოები ან წიგნის ბოლოს უნდა გადავიდეს. წიგნის ბოლოს რამდენიც მახსოვს თუ შესავალში იყო უფრო არსებითი კომენტარები ამ პოემის ენის და მისი სტრუქტურის შესახებ. მაგრამ აქ არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოსაზრება, რომელიც, ესე იგი, მე ვფიქრობ, რომ უნდა იყოს დაცული, ესე იგი, სასკოლო პროგრამებში. და ეს მოსაზრება მდგომარეობს შემდეგში, რომ არავითარი პროზაული ადაპტაცია მისაღები არა. ანუ შპარгалка. ეს არის შპარгалка, სავსებით გეთან. ანუ არსებობს ამაზე ორი მოსაზრება, ბარემ ვიკითხავთ, ანუ ადაპტირებულ ვერსიებთან დაკავშირებით არსებობს ორი მოსაზრება და ეს ძირითადად უკავშირდება თარგმანთან მიმართებას ამ ყველაფრის. იქიდან გამომდინარე, რომ თქვა სოფლიო პრაქტიკაში თუნდაც ავიღოთ ჰომეროსის ოდისეა ან გნებავთ ფაგავად გიტა. როგორც წესი ეს ტექსტები ითარგმნება პროზაულად და თუ კი სადმე არის თქვა საუნივერსიტეტო კურიკულუმებში ეს შეტანილი, ყველა შემთხვევაში პროზაულად არა, ეგრე არის. აი გერმანიის სკოლაში ნიბელოგებს ასწავლიან. რამდენიმე ათეული თანამედროვე გერმანული თარგმანია, ყველა ძალიან კარგი. აი თანამედროვე იმით. ხო, ანუ დავასრულებ, ანუ ეს არის ადაპტირების მომხრეების რაღაც აზრით არგუმენტი, მაგრამ მეორე მხრივ თქვა ადამიანები, რომლებიც წინააღმდეგი არიან ადაპტირების, ისინი ამბობენ, რომ მთელი ხიბლი ნაწარმოების მით უფრო თუ ეს არის თქვა მშობლიურ ენაზე დაწერილი, შეიძლება მთლიანად დაიკარგოს თუ თქვა ჩვენ წავიკითხავთ, თქვა წარმოიდგინეთ ახლა ვაჟა-ფშაველას ია რომ წავიკითხოთ ადაპტირებული ლექსია, ადაპტირებული ვარიანტი, მისი პროზაული ვერსია. ნუ აი ამას ეს განვავრცოთ, ანუ თუ ადამიანები ვერ იგებენ ამ ენას, მით უფრო გულისხმობ თანამედროვე თაობას. რა გამოსავალი არსებობს? ისევ კომენტარების. გამოსავალი არის კომენტარები და აი ამიტომ ეგები ესეც ამის წაკითხვაც ეზარებათ. არა, ნუ ეზარებათ ეს ცოტა რა მივაწოდოთ? არა, კიდევ უფრო რო დავაკონკრეტოთ, რა მივაწოდოთ ვეფხვის თვალსნით. მაგრამ აქ არის ლაპარაკი იმაზე, რომ ჩვენ უნდა ვაღიაროთ, ასე ვთქვათ, დამარცხება და გადავიდეთ სუროგადზე, რაც არის პროზაული ადაპტირება. და მით უფრო კომიკურია, როდესაც ასეთ ტექსტებში რაღაც 1-2 ჩანართი არის თვითონ პოემიდან და რაღაც იქნება შთაბეჭდილება, რასაკვირველია მცდარი და ცრუ შთაბეჭდილება, რომ ადამიანს ამით წარმოდგენა იქნება პოემაზე. ესე იგი, პოემა თავისთავად ერთსამ დავასრულებ. ესე იგი, პოემა თავისთავად იმდენად სრულყოფილია ამ სიტყვის უმაღლესი მნიშვნელობით, რომ და ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით. მისი ყოველი სტროფის ორიგინალში, პოეტურ ორიგინალში წაკითხვის გარეშე, შეუძლებელია იმაზე ლაპარაკი, რომ ეს ნაწარმოები ადამიანმა შეიძლება აღიქვას. მოდით ბარემ დავძინოთ, მთლიანად უნდა ვასწავლოთ. მთლიანად. მაგრამ, ესე იგი, ასეც ბატონო ძალიან ცირთქვენ და ვეფხისტყაოსანი იმ ტექსტთა რიცხვს ეკუთვნის, რომელიც მთლიანად უნდა წაიკითხოს სკოლადამთავრებულმა კაცმა, სამდამთავრებლის. ერთ-ერთი საფუძველი ამ თეზისისა რა არის? ენა როცა ძველდება, ის არ კვდება ამითი. ის მონაწილეობს თანამედროვე ადამიანის ენაში მონაწილეობს რუსთაველის ენა, შუშანიკის ენა, საღარების ძველი ენა და სხვა. ამას ძალიან ღრმა გნოსეოლოგიური ფესვები აქვს. ადამიანი, როდესაც სიტყვებს სწავლობს და გრამატიკულ ფორმებს სწავლობს მათი მნიშვნელობით, ეს განსაზღვრების სახით არ კეთდება. ეს ხდება უშუალოდ. ამას ქვია ოსტენსიური მნიშვნელობები, ანუ მითითებითი, თითისაკებითი მნიშვნელობები. მაგალითად, ბავშვი რო გეკითხება რა არის ძროხა,
თქვენ არ ეტყვით ძროხა არის ცხოველი, რომელიც დასშემდეგ დასიშემ. თქვენ გაიყვათ, მინდო შეეტყვით. აი ეს არის ვირი, ეს არის კამეჩი, აი ეს არის ძროხა. გაიგე, გავიგე. მთელი რიგი სიტყვებია, რომელთა მნიშვნელობა მხოლოდ ამ გზით შეითვისება. მაგალითად, რა არის ტკივილი, რა არის სიხარული. ეს ამის ახსნა არ არსებობს. მაგრამ ყველა სიტყვის მნიშვნელობაში, არა ზოგიერთი არამედ ყველა სიტყვის მნიშვნელობაში, აი ეს ოსტატიური მნიშვნელობა ურევია. ადამიანი როდესაც ითვისებს მშობლიურ ენის სიტყვებს და ითვისებს მისი ნიუანსებს, მან უნდა იცოდეს ეს სიტყვა როდის სათხმარებულა, რა კონტექსტში ხმარებულა და ამიტომ რა ემოციური ნიუანსი მოსდევს. თუ ეს სიტყვა მას ვეფხისტყაოსანში არ შეხვდა, თუ ღვთის ქადაგებაში არ შეხვდა, თუ სახელებაში არ შეხვდა, თუ კითხულობს და თუ იმაში გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში არ შეხვდა, იმისთვის ეს სიტყვა არის მართლაც სუროგატი და ასე ვთქვათ, ხმელი ფოთოლი და არა ცოცხალი მცენარე. კიდევ დავამატებდე ბატონი ნოდარის თეზის, ესე იგი ზოგჯერ და ერთ შემთხვევას ახლა დაგისახელებთ. ვეფხისტყაოსნის სიტყვები შემორჩენილი არის არა ქართულ სალიტერატურო ენაში, არამედ დიალექტში. აი გურიაში თუ გაგიგათ, საკმაოდ გავრცელებულია ტერმინი შუაკედლად და არა შუაში. ალუზია მარტივია, ესე იგი დიდ ასილხთა ვერ შეგაქმნე, ვერ ვიქნები შუაკედლად. და აი ესე იგი ის არა გაუცნობიერებელი შეიძლება. კი ბატონო, მე რა მინდა სხვაც აქვს, სხვაც არის იმაში, ამ პოემაში. ერთ სახე ხო ნიშნავს გაბმულია რა. ერთ სახე არის, რაც ნიშნავს გაბმულად. ნუ ისევე როგორც თუ არა. კი ბატონო, მე რა მაინტერესებს თქვენი აზრით, რამდენად არის აუცილებელი რომ უშუალოდ ტექსტზე საუბრისას თქვათ ჩვენ მოსწავლეებს თუ არა თქვათ მაინდა-მაინც სპეციალიზებულ სტუდენტებს მივაწოდოთ ის სხვადასხვა თეორიები, თუნდაც ავტორზე, თუნდაც ტექსტის რაობაზე, თუნდაც თქვათ აი შიდა სტრუქტურაზე, რომელიც აქამდე არსებულა ნებისმიერი თქვათ პერიოდის. არის თუ არა ამის აუცილებლობა? ან ხო არ გაართულებს? საჭიროა. ეს იმდენად მნიშვნელოვანია, რომ აქ ეკონომია შეიძლება რაღაცა უბრალოდ გამოტოვო. მაგრამ გამარტივებაში, გაუბრალდებაში შეიძლება. უფრო კონკრეტულად გეტყვით. აი ვეფხისტყაოსანში რაც არის ჯერ ერთი ეპოქალური და მეორე რაც თავარია პრობლემატური. აი ეს უნდა დაულაგო ბავშვს მთელი სისრულით წინ. იმიტომ რომ განვითარებად ორგანიზმს, მით უმეტეს როცა ტვინით ვითარდება, სოფლმხედველობით ვითარდება, იმას გადაწილი პრობლემები არ აინტერესებს. იმას აინტერესებს ცოცხალი პრობლემები, მდგარი პრობლემები, რომელიც მას თვითონ პირადად დაძლეული არ აქვს. აი ვეფხისტყაოსანში წმინდა სიუჟეტურათაც კი. აი მარტო მოქმედების განვითარების თვალსაზრისით თუ მივდექით. იქ არის პრობლემა. ადამიანს შეუძლია თუ არა საკუთარი შიდა სამყაროს დაძლევა, საკუთარი ემოციების დაძლევა. და აი ამ რუსთაველის პასუხი და მისი გმირების პასუხი აი ამ კითხვისთვის არის შუაში. კი, ეს არის თვისობრივი მხარე პოემის და მე ამ შემთხვევაში ვიკითხე, აი თქვათ უშუალოდ აი თქვათ წარმოშობაზე რამდენად შეგვიძლია. ეს ყველა მხარეს ეხება. აი პასუხი არის შუაში. და როგორც ამის რამდენად წონადია სიუჟეტურად იქიდან ჩანს, რომ ამის შემდეგ მოქმედება გრძელდება აქეთ და პასუხი რო სხვა იყოს, გაგრძელება იქით. პოემა გვეგაწევ. კერძოდ რა არის? აი ტარიელი არის დაბნედილი, იმიტომ რომ თავისი ემოციები აი ამდენი ტანჯვის შემდეგ, ამდენი ბრძოლის შემდეგ ეძება ეს ნესტანი და ვერ დაძლია. მას უკვე ძალა გამოლეულია, შინაგანი ენერგია არ აქვს. ეს ის მდგომარეობა, რომელიც კაცს ხელს აღებინებს სიცოცხლეს. ეს ძალიან კარგად არის დახატული. ხო და ტარიელს მოყავს თავისი არგუმენტები. შეიძლება ეს მთელი რიგი არგუმენტები მოყავს. ტარიელი ამბობს, ეს არისო სხვა სხვისა ომსა ბრძენია, ესე იგი შენ არ ახარ მაგ დღეში და შენ მე მილჩევ, თორე მე ეს არ შემიძლია. მე ამის ენერგეტიკული რესურსი არ მაქვს, ამას ეუბნება. ესე იგი, ანუ ესეთი ნიუანსები ჩვენ უნდა მივაწოდოთ მოსწავლეებს. ესე იგი ამ კითხვას, ასე ვთქვათ, თეორიული პასუხი არ აქვს. მაგრამ პასუხი აქვს. ავთანდილი ეშმაკობა სიხვალს ეტყვის შეჯექი ცხენზე შემდანი და დაგიხსომო და ეს ცხენზე რო შეჯდება
ენერგიის დაბრუნება ეწყება. ესე იგი, მოძრაობასთან დაკავშირებით ენერგიის დაბრუნება ეწყება. ხო და თანამედროვე ადამიანს ეს პრობლემა აქვს. ეს პრობლემა გადაძლეული და გვერდზე გადადებული არ არის. ანუ ეს ამ საკითხთან მიმართებაში შეიძლება განვიხილოთ თანამედროვეობასთან მიმართებაში. ხო, ეს საინტერესოა. ამაზე არის აგებული, პოემა რომ ამაზე არის აგებული. აი ეს უნდა დაანახო ბავშვს. შეიძლება ბევრი რამე არ დაანახო, მაგრამ ეს უნდა დაანახო. ეს უნდა იცოდეს, რომ ცოცხალი ნაწარმოებია და სხვათა შორის გელასაც მივცეთ. და სხვათა შორის აი ეგევე მომენტი. ეს ასე ვთქვათ, თემატური სიახლე რუსთაველის საერთოდ კაცობრიობის განვითარებაში არის ესობა ეს თემა მან დაინახა და წამოწია. ამით არის ის რენესანსული პოეტი. ამით. და დაუმატებდი კომენტარს იმ შესანიშნავ ეპიზოდზე, რომელიც ახლა ბატონმა მოიხსენია. ესე იგი 100 სიტყვების გარდა რომ სხვა სხვისაობს აბრძენია, კიდევ იქ არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. ესე იგი ეხვეწებოდა შეჯეო, აჯას ხვეწნით არვებდა, იცოდა რომ ეს შეჯდომა კაი შანსს მოახარვებდა. ანუ ეს გაუაზრებელი მოქმედება კი არ იყო. თვითონვე ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ კითხვას რო დაუბრუნდეთ, ახლა ესე ავთანელმა იცოდა რომ შეჯდომა კაი შანსს მოახარვებდა და ამიტომ გასაგები, ანუ ხო წინასწარ იცოდა. ანუ უნდა თქვათ აი ნიკო მარის თეორია, უნდა უთხრათ თუ არა ეს. უნდა უთხრათ და გეტყვით ესე იგი მოგახსენებთ რატომ. ესე იგი ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც 8-9-10 წლის საუკუნის წინ დაწერილ ნაწარმოებზე რამე იწერება, ეს ნიშნავს უპირველეს ყოვლისა აღნიშნავს ერთ გარემოს. ხო არ შეაშინებს მეთქი იმ ხალხს. მე მგონი არა და ახლა შევეცდები დაგისაბუთოთ. ესე იგი როდესაც ნებისმიერ ძველ ზოგადად თქვა ნაწარმოებზე რამე იწერება, ეს ნიშნავს რომ ამ ნაწარმოებით ინტერესი ჯერ კიდევ არ ჩამცხრალა. ესე იგი ჯერ კიდევ გაღვევებულია. ესე იგი იმის შესახებ ახლა სწორი არის ეს, არასწორი თუ რამდენად დააკნინებს, ასე ვთქვათ, ბავშვების თვალში ეს ნაწარმოებს, ესე იგი მე მგონი ამის საშიშროება ნამდვილად არ არის. ესე იგი ამიტომ, გასაგებია რომ რაღაც ზედმეტად აბსურდულ ან ზედმეტად მეცნიერულად დაუსაბუთებელი კვლევის მიწოდება არ შეიძლება. ეხლა ჩვენ მივადგებით უმთავრეს იმ აზრით, რომ ჩვენ გავამართლოთ ჩვენი გადაცემის, ვთქვათ, სათაური და დავსვათ ასეთი კითხვა. რამდენად არის მიზანშეწონილი, ვთქვათ, მასწავლებელმა მოსწავლეებთან, ვთქვათ, მიმართოს თამამ ინტერპრეტაციებს ტექსტთან დაკავშირებით, ვთქვათ, პირდაპირ. ვთქვათ, არსებობს იგივე ზურაბ ავალიშვილის რაღაც ტიპის მოსაზრებები ამ საკითხთან დაკავშირებით, როდესაც ის ტექსტში ხედავდა უფრო სხვა მიმართულებებს, პერსონაჟების დამოკიდებულებასთან დაკავშირებითაც და ასე შემდეგ. ვთქვათ, ამ ბოლოს ძალიან პოპულარული, ვთქვათ, რაღაც აზრით შეიძლება ეს მითი, მაგრამ მოსაზრება, რომ ვთქვათ, ასმაც და ტარიელს როგორ შეიძლება, რომ ერთმანეთთან, ვთქვათ, რამე არ ქონოდათ. პირველად ჩაგეკითხები თქვენ გელა იქიდან გამომდინარე რომ ვიცი რომ თქვენ შეიძლება უფრო მეტი ისაუბროთ და გელას დრო აღარ დარჩეს ამ საკითხთან დაკავშირებით. მაინტერესებს დავანებოთ თუ გნებავთ აი ამ საკითხს მოუშვებდეთ ზოგადად რამდენად არის თქვათ მიზანშეწონილი რომ მასწავლებელმა თამამ ინტერპრეტაციებს მიმართოს. აი ამ თვალსაზრისით თამამი იქიდან გამომდინარე რომ ეს მოსწავლისთვის შეიძლება ესე დავფორმულოთ. თუ პოემაში არის უწმაწული მომენტი უნდა დამალოს მასწავლებელს თუ არ უნდა დამალოს, ხო? თუ რაღაც მომენტი არის, ისეთი რომელიც შეიძლება არც იყოს უწმაწული, არა, შეიძლება არც იყოს უწმაწული, მაგრამ მასწავლებელი ამაში ხედავდეს რატომღაც ამ ყველაფერს. ესე მასწავლებელი ან უნდა ცდებოდეს, ან არ უნდა ცდებოდეს, ან არ უნდა, მაგრამ რაღაც მოსაზრებები ხო არსებობს, თქვა ამ კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით. ეს უნდა თქვა გააცნოს თუ არა მასწავლებელმა მოსწავლე. თქვა ავალიშვილი. წინასწარ გეტყვით, მაპატი დგება. ეხლა ავალიშვილის შეხედულება არის დამყარებული შეცდომაზე. შეცდომაზე. ის სათანადოდ არიცნობს არც ქართულ ლიტერატურას და მის სტილს და არც მის სოფლმედროვე ყოფას. კი, ეს გავაგზავნოთ უბრალოდ გელამ თქვას თავის მოსაზრება და მე ჯობია რომ თქვენ. აქ კიდევ ერთი ძალიან მარტივი დებულება, რომ ესე იგი ნებისმიერი ინტერპრეტაცია, რომელიც დაფუძნებულია, თქვა სერიოზულ კვლევაზე, არა შეცდომაზე, ეს შეთანხმდით ამაზე, რომ ეს მისაღებია. ხა რაც შეეხება საკლასო ოთახში, ასე თქვა თავისუფალ მსჯელობას, აი მაგალითად როგორც თქვენ მაგნიტების კურსში მიმდინარეობს თავისუფალ უნივერსიტეტში. ხა ნებისმიერი აზრი დასაშვებია. რამდენად ის არის მისაღები თუ არა, მოგყვანთ ძალიან მარტივ მაგალითს კლასიკური ტექსტიდან. ესე იგი ძველ აღთმაში არის ასეთი ეპიზოდი, როდესაც დავითი დასტირის იონათანს და ესე იგი ზუსტი ციტატა არის შენ და მის სიყვარული ქალისადმი სიყვარულს აღემატებოდა. ნუ ხა გასაგებია ხა არ
დავიწყებთ ამაზე დეტალურად საუბარს, მაგრამ ამან შეიძლება 1000-ნაირი ინტერპრეტაცია გამოიწვიოს. მაგრამ ტექსტის სილამაზე ამაში ხომ არ არის, ეს არ არის მთავარი ღირებულება ამ ტექსტის. ესე იგი ეს არის ახლო მეგობრობის, წმინდა მეგობრობის ძალიან გულწრფელი გამო. ან შეიძლება იმ პერიოდის კონტექსტი, ზოგადად სალიტერატურო კონტექსტი ამ ტიპის მეტაფორებს ითვალისწინებდა. ან ხო, ჩვეულებრივი ამბავი. ან შეიძლება თუნდაც ისეც იყოს საქმე, როგორც ვიღაც ამბობს, მაგრამ ჩვენ უნდა გავაკეთოთ, თქვათ ეს ინტერპრეტაცია თუ არა, ამას ვკითხულობ. ესე იგი ეს რამდენად მასწავლებლისგან უნდა იყოს მოწოდებული, ამაში დარწმუნებული არა ვარ, მაგრამ აი დაუშვათ ერთი წამით, რომ არის დავასრულებახლავე. დაუშვათ ერთი წამით, რომ რამდენიმე მოსწავლემ სტუდენტმა თუ უნებათ ასეთი აზრი გამოთქვა. ესე იგი რეაქცია არ უნდა იყოს არ არის, რომ ეს დაუშვებელია. არამედ ის, რომ უნდა იყოს რაღაცნაირი ალტერნატიული დასაბუთებელი შეხედულება. ზურო ბაბალიშვილი იყო კემბრიჯის პროფესორი საერთაშორისო სამართალში, იყო ძალიან დიდი ფიგურა, იყო ემიგრანტი და 1931 წელს გამოსცა წიგნი პარიზში ვეფხისტყაოსნის საკითხები. იქ მან დაუშვა ძალიან დიდი შეცდომა. ეგონა რა მარის შრომებიდან გამომდინარე ვეფხისტყაოსი არის თარგმნილი სპარსულიდან, როგორც წყარო არაჩანს, მან თქვა ძალიან ისე ფრთხილი მინიშნები და ზდილობიანად, რომ ტარიელის და ავთანდილის ურთიერთობაში ურევია ჰომოსექსუალური მოტივი, 11 ნაკრები ეს თქვა. მაშინ ცოცხლები იყვნენ ივანე ჯავახიშვილი, კორნელი კეკელიძე და ბევრი მნიშვნელოვანი ფიგურა, მაგრამ არავინ არ უპასუხა. ასე ვთქვათ, ყურადღება არ მიექცეს, ეს ჩათვალეს უკეთესად. პირველი ერთადერთი რომელმაც მას უპასუხა ვიყავი მე მაშინ ვიყავი 30 წელს წოდა გადაცილებული, ესო წავიკითხე. მოვძებნე მასალები და ვუპასუხე ამომწურავად. კერძოდ მას ჰქონდა ასეთი ერთადერთი ასე ვთქვათ ტიპის ის ჰქონდა არგუმენტი. აი არის ეროტიული მეტაფორები ნახმარი. ეროტიული შინაარსის მეტაფორები. კაცი სილამაზეს უკებს. ხო, ეს არის. ხო და მე მოვძებნე მეტაფორები, ეს მოვძებნე ქართულ ლიტერატურაში, აი ასეთი სტილის მეტაფორები იხმარება მეხოტბეების თხზულებებში, დავით აღმაშენებლის მიმართ და დავით სოსლანის მიმართ. გამიგეთ? კარგით, გასაგები. მოდი ნელ-ნელა ბოლოსკენ წავიყვანოთ გადაცემა და მაინტერესებს აი ძალიან მოკლედ რომ მითხრათ ორივე თქვენგანმა. ასეთი კითხვა თუ გაინტერესებთ, მასწავლებელმა რაც მართალია, ყველაფერი უნდა უთხრას თუ არა, ამისთვის სხვა მაგალითი ჯობდა. იქ არის ასეთი მომენტი. კარგი, მითხრათ. მაინტერესებს. გითხრათ? კი. ავთანდილმა მოძებნა ტარიელი დაბრუნდა და თინთან აქვს ასე ვთქვათ აუდიენცია. და თინათინი ეუბნება. შენ არ გატეხა კარგი გჭირს ზენარისა, ფიცისა, ხამს გასრულება მოყვრისა, სიყვარულისა, მტკიცისა, ძებნა წამლისა, მისისა, პოვნა ხამს, ცნობა ხამს, მარტო ვიცისა, ჩემი თქვი რა ვქნა ბეთკრულმან, მზე მიმეფაროს მიცისა, შენ რო წახვალო. ხო მეორედ მიდის, არა და თინას ეუბნება. დავთანდილ ეუბნება. მესმა თქვენი ნაღუბარი გავიგონე რაცა ბძანე, გავიგონე ნიშნავს გავიგონე რაცა ბძანე ვარსა ქაცვი მოაპოვნებს ეკალთამსა რაც ვეფხანე, მაგრამ ზეო თავი მზესა ჩემთვის სრულად დააგვანე, სიცოცხლისა საიმედო ნიშანი რამ წამატანე და თინათინი აზრებს მარგალიტს. ეხლა ეს მარგალიტი აღმოსავლურ პოეზიაში არის მეტაფორა, სტანდარტული მეტაფორა, რომელიც აღნიშნავს ქალწულობას. ესე იგი მინიშნება არის, რომ თინათინ ავთანდილს თავისი ქალწულობა შესწირა, კიდე მეორედ სიცოცხლის დასადებად მიმალა ავთანდილს. მაგრამ როგორ არის გაკეთებული? ისე არის გაკეთებული, რომ გინდა დაიჯერებ და გინდა არა. იმიტომ რომ მე აი ეს იძლევა ინტერპრეტაციის კარგ საშუალებას. აი მე რომ მივა სათავისოთაში რომ მივა. ავთანდილი მართლა მარგალიტს აიღებს და აკოსებს და დადებს. კი ბატონო, გასაგები. და ეს დაძინეთ და უნდა დავამთავროთ იქიდან გამომდინარე დრო აღარ აქვს. ფსიქოლოგ ნახასი აქვს თავისი ადგილი, იმიტომ რომ მე იქიდან რომ გამოვდა მე ტრეში რომ მოდის და აი მაშინ აქ ავთანდილის ამ სიყვარული, თინათინის სიყვარულის ყველაზე შმაგი აფეთქება სწორედ მაშინ აქვს. ფსიქოლოგიურად გასაგებია გესმით? აი აქ მასწავლებელი დგას მართლა არჩევანის წინაშე. ესე იგი ბატონო ნოდარის დებულებას უბრალოდ დაუმატებ, რომ საკმაოდ ცხადად არის იქ მართლა რომ ამ მარგალიტნი მოიხსნა მის მზისას ამეყვისონი წინა დაზღვევა. ანუ ინტერპრეტაციის საშუალებას ტექსტი გვაძლევს ისე რომ ჩვენ რაღაც შეცდომებიც არ დავუშვათ. ტექსტის სრულყოფილი ცოდნა გვაძლევს კარგი ინტერპრეტაციის საშუალებას.
ახლა კი წარმოგიდგენთ წინაკვირის ლიტერატურული ვიქტორინის გამარჯვებულს. მე ვარ კოტე ჩაჩიბაია, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტის სტუდენტი. ტელევიქტორინის შეკითხვაზე რა ერქვა მწერალს, რომელმაც ემიგრაციაში გარდაცვალების შემდეგ ანდერჩი დაიბარა, რომ მის სახელზე საქართველოში სამთელი აინთო დაესთხონა მას კონსტანტინე გამსახურდიამ შეუსრულა, სწორი პასუხია გრიგოლ ობაქიძე. დიდი მადლობა ტელეკომპანია ახალ არხს და გამომცემლობებს სიესტას, დიოგენეს და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობას დაწესებული პრიზებისათვის. რაც შეეხება ჩვენი დღევანდელი გადაცემის კითხვას, ის შემდეგნაირად ჟღერს და მე ვფიქრობ, რომ პასუხი არის ძალიან მარტივი, თუ თქვენ მოიძიებთ ამ ყველაფერს და მე იმედი მაქვს, რომ არ დაზარდებით. ერთ-ერთი ქართველი მეფე თავის ნაწარმოებებში, როგორც ამბობენ, ემოტოქეებოდა რუსთაველს და ამის შესახებ არის ძალიან საინტერესო გაბაასება სხვა მეფის მიერ დაწერილი. მე მაინტერესებს აი ამ ავტორის სახელი და ასევე ამ კონკრეტული ტექსტის დასახელება. ძალიან დიდი მადლობა მოსვლისთვის. მე შევახსენებ სმენელს, რომ ჩვენი სტუმრები იყვნენ ბატონი ნოდარ ნაცაძე, ბატონი გელათევზა. მე იმედს ვიტოვებ კი არა და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამ თემაზე ვეფხვის ტყავსანზე აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ საუბარი, უბრალოდ ქრონომეტრაჟი ამ შემთხვევაში მეტი საშუალებას აღარ გაძლევთ. ეს გახლავთ ლიტერატურული გადაცემა ინტერპრეტაცია ახალი არხის ლიბჯეს და თავისუფალი უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტი. მომავალ შეხვედრამდე.